გამარჯობა, მე ვარ რატი, TBC კაპიტალის გლობალური ბაზრების კვლევის გუნდის უფროსი ანალიტიკოსი და დღეს სესილისთან, ჩვენი გუნდის უმცროს ანალიტიკოსთან ერთად ვისაუბრებთ იაპონიის ეკონომიკასა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. გამარჯობა სესილი. პირველ რიგში ალბათ ჯობს დავიწყოთ ხაზგასმა იმისა, რომ იაპონია გლობალურ ეკონომიკაში განსაკუთრებულ როლს იკავებს. თუმცა საინტერესოა ის, რომ იაპონია ყოველთვის ასეთი განვითარებული ქვეყანა არ იყო, მაგალითად მეორე მსოფლიო ომამდე და ომის განმავლობაში იაპონია ღარიბ ქვეყანას წარმოადგენდა, რომლის მოსახლეობაც ძირითადად აგრომიმართულებით ან ტექსტილის წარმოებაში მუშაობდა. თუმცა ომის შემდეგ დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით იაპონიამ შეძლო, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები განეხორციელებინა და გამდიდრებულიყო იმ პატარა პერიოდში, რაც შეგვიძლია თქვათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და მე-20 საუკუნის დასასრულამდე მოვიაზროთ. სამწუხაროდ ეს განვითარება და ეს გამდიდრების გზა არ გაგრძელდა უსასრულოდ და 80-იანი წლების ბოლოს იაპონიაში ჩვენ ვიხილეთ საკრედიტო ბაბლი, ეგრეთ წოდებული, რომელიც გასკდა და ქვეყანა შეიყვანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში. და ეს პერიოდი გაგრძელდა დაახლოებით 2-3 დეკადის განმავლობაში, ამიტომ ლაპარაკობთ საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე, როდესაც იაპონია დაკარგა ხიბლი ინვესტორების თვალში, ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად არ არსებობდა, ქვეყანა სრულ სტაგნაციაში იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ დეფლაცია იყო ძალიან მაღალი იაპონიაში, რაც კიდევ ერთხელ მაინც ხაზი რომ გავუსვათ, რას ნიშნავს, როდესაც მომხმარებელი უარს ამბობს ფულის ხარჯვაზე და ცდილობს, რომ ეს ფული ქეშად შეინახოს, იმიტომ რომ ან მომავლის ეშინია, ან დარწმუნებული არ არის მომავალში და საბოლოო ჯამში ეს ხარჯვას ამცირებს ეკონომიკაში, რაც მერე ცუდად ისახება თვითონ ეკონომიკურ ზრდაზეც. და ეს დაღმავალი სპირალი გაგრძელდა ამდენი პერიოდის განმავლობაში, რომელსაც შემდეგ ეკონომისტებმა უკვე უწოდეს იაპონიის დაკარგული დეკადები, იმიტომ რომ როგორც გითხარით, თითქმის 30 წელს გაგრძელდა ეს კრიზისი და ინვესტორების ინტერესიც ამ პერიოდში იმ დიდმა იაპონიამ და იმ ძალიან განვითარებულმა რობოტიკის სფეროში ინოვაციების შემქმნელმა იაპონიამ დაკარგა. თუმცა რატომაც ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს შევხვედრილიყავით ამ თემაზე გვესაუბრა, არის ის, რომ გგონია, რომ იაპონია ახლა არის კარგად პოზიციონირებული იმისთვის, რომ ძველი დიდება დაიბრუნოს, ან დაუბრუნდეს ყოველ შემთხვევაში ზრდის ტენდენციას და ამის საფუძველს გვაძლევს რამდენიმე მაკროეკონომიკური ან გეოპოლიტიკური სიგნალი, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში იაპონიის ირგვლივ ხედავთ. და მე ვეცდები ახლა რომ ავხსნა ეს სიგნალები, რატომ გვაფიქრებინებს, რომ იაპონია სავარაუდოდ უბრუნდება ზრდის ტენდენციას და პირველი სიგნალი, რომელზეც მინდოდა რომ ყურადღება გამომახვილებინა, ეს არის დეფლაციის შებრუნება რეფლაციით, შეგვიძლია ეს ტერმინი გამოვიყენოთ, რაც წარმოადგენს 2-3%-იან სტაბილურ ინფლაციას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იაპონიაში, რაც ჩვენთვის ეკონომისტებისთვის შეიძლება მესიჯი იყოს, რომ ქვეყანაში ხარჯვაზე ორიენტირება გაზრდილია, აქტიურია სამხმარებლო ხარჯვა და ამას სამხმარებლო ხარჯვის მონაცემებიც ადასტურებს. პლუს ამის გარდა იაპონიის ცენტრალური ბანკი, რომელიც გასული 30 წლის განმავლობაში მონეტარული შერბილების კურსი იჭერდა და ფაქტობრივად ნეგატიურ განაკვეთებს, საპროცენტო განაკვეთებს იკავებდა, ახლა უკვე მონეტარული გამკაცრების კურსს მისდევს და ჩვენ ვნახეთ გასული პერიოდის განმავლობაში პირველად, როდესაც იაპონიის საპროცენტო განაკვეთმა 0-ს ზევით აიწია და ახლა უკვე მოლოდინი გვაქვს, რომ მალე 0.5%-საც მიაღწევს, რაც ისტორიულ კონტექსტში ძალიან მაღალია და აქაც გამკაცრების მოლოდინები არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ ნომინალური ხელფასები იზრდება ინფლაციის ზრდასთან ერთად, რაც კიდევ უფრო, როგორც დეფლაცია წარმოადგენდა დაღმავალ სპირალს, საბოლოო ჯამში რეფლაცია ჩვენთვის შეიძლება იყოს განხილული როგორც აღმავალი სპირალი, რომელიც თავის თავს გააძლიერებს და იაპონიას ამოიყვანს იმ მიძინების პერიოდიდან, რაშიც ის იმყოფებოდა. გარდა რეფლაციისა, მნიშვნელოვანი აღნიშნოთ კორპორატიული რეფორმები, რასაც შეგვიძლია არ ვიქნებით ალბათ არ გავაზვიადებთ თუ ამას კორპორატიულ რენესანსს დავარქმევთ, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში იაპონიის მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა კორპორატიული მომგებიანობის გაუმჯობესების მიზნით. იაპონური კომპანიები ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში ცნობილი გახდნენ დაბალი მომგებიანობით, ისინი ვეღარ უწევდნენ კონკურენციას დასავლელ პარტნიორებს მაგალითად და ასევე ჰქონდათ ძალიან დაბალი ფინანსური მაჩვენებლები, ფინანსური მომგებიანობის მაჩვენებლები, რისი გამოსწორება
დახმარებას განიზრახა იაპონიის ხელისუფლებამ და მათ შორის ერთ-ერთი მეთოდი ამისი არის, რომ კომპანიებს აქტიურად მოუწოდებს მთავრობა და ხშირ შემთხვევაში ამას ლეგალური იძულების გზითაც აკეთებს, რომ კომპანიებმა გააუმჯობესონ მომგებიანობა, რაც გულისხმობს, რომ თავიდან მოიშორონ საბალანსო ანგარიშგებიდან ისეთი აქტივები, რომლებსაც არ მოაქვთ ღირებულება აქციონერებისთვის და პირიქით განათავსონ ინვესტირება და ჩადონ ფული და დახარჯონ კაპიტალი იმ მიმართულებით, რომელსაც შეუძლია აქციონერების ღირებულების ზრდა. გარდა ამისა, გვაქვს სიგნალი ასევე გლობალურ დონეზე, ჩვენ კარგად ვიცით, რომ კოვიდის შემდეგ გლობალურ ტენდენციად იქცა დეგლობალიზაცია და სამყარო არის უფრო დანაწევრებული, უფრო დაყოფილი ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ლიბერალური სავაჭრო დღის წესრიგის შემდეგ და ყველა ქვეყანამ ამ პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისთვის სტრატეგიული ინდუსტრიები უნდა დაიცვას გლობალური მიწოდების ჯაჭვების რყევებისგან და იაპონიას ნამდვილად არ იყო გამონაკლისი შესაბამისად ისეთი ინდუსტრიები, როგორიც არის მაგალითად ნახევარგამტარები, ბატარეები, ძვირფასი ლითონები, კრიტიკული მინერალები, რომლებიც მაგალითად ბატარეებში გამოიყენება და სხვა ტიპის დღესდღეობით ძალიან აქტუალური ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვები იაპონიამ გადაწყვიტა, რომ სტრატეგიულ დონეზე გაეძლიერებინა, გაიხადა უფრო დამოუკიდებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის დამოუკიდებელი ჩინეთისგან, მათ შორის დამოუკიდებელი სხვა მომწოდებლებისგან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ იაპონია ეს ინდუსტრიები ნახევარგამტარებს განსაკუთრებულ ხალხს გაუსვამდი, წარმოადგენს იმ მიმართულებას, რომელიც სახელმწიფო დონეზე არის, სტრატეგიული მნიშვნელობის დონეზე არის აყვანილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესე ძალიან საინტერესო იქნება და ძალიან ბევრის მომცემი სამომავლოდ. და ბოლოს მე მინდა რომ ასევე არ დაგვაუწყდეს ხაზის გასმა შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკაზე. ჩვენ ვნახეთ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ პრინციპში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორ შეიცვალა გლობალური სავაჭრო დღის წესრიგი და ვნახეთ როგორ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა, სავაჭრო ურთიერთობა თუ ზოგადად ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის და არც იაპონია იყო გამონაკლისი, ეგრეთ წოდებული საპასუხო ტარიფების ჭრილში იაპონიას დაეკისრა 25% ტარიფი, თუმცა საბედნიეროდ მხარეებმა მალევე მოახერხეს მოლაპარაკების მიღწევა და დღესდღეობით ეს ხელშეკრულება გაფორმებულია, რომელიც მოიაზრებს, რომ შეერთებული შტატები იაპონიას 15%-იან ტარიფს დაუწესებს, გლობალურ ტარიფს და საბაზისო ტარიფს, ხოლო იაპონია იღებს ვალდებულებას, რომ რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი დააინვესტიროს შეერთებულ შტატებში. შედეგად ორივე მხარე დარჩა კმაყოფილი, ყოველ შემთხვევაში მათი განცხადებები ასეთი იყო და ჩვენ რაც შეგვიძლია აქედან რომ ავიღოთ არის, რომ ამ გლობალურ დაძაბულობის პირობებში, როდესაც ფაქტობრივად სავაჭრო ბლოკები იქმნება და ქვეყნები აღარ არიან ისე დამოკიდებული ერთმანეთზე, როგორც ეს იყო ლიბერალური სავაჭრო დღის წესრიგის პროცესში, მაგრამ იაპონია ახერხებს, რომ შეინარჩუნოს პოზიტიური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ის დიდი სავაჭრო ურთიერთობები და ექსპორტ-იმპორტი, რაც გააჩნდა ამ ქვეყანასთან. შესაბამისად, ჩვენ ამ ფრონტზეც ვფიქრობთ, რომ იაპონია ძლიერად დაცულად არის პოზიციონირებული. ამ ყველაფრის ფონზე სესილი ვფიქრობ, რომ ჩვენი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ავუხსნათ ეს პოზიტიური სიგნალები როგორ შეიძლება ითარგმნოს საინვესტიციო შესაძლებლობებში და ჩვენ როგორც ვთქვათ მაგალითად უცხოელებს შეგვიძლია მივიღოთ სარგებელი იაპონიის გამოღვიძებისგან თუ შეიძლება რომ ესე ითქვას. კი, მადლობა რატი. ნამდვილად რომ გადავხედოთ იაპონიის ფინანსურ ბაზრებს მარტივად დავინახავთ, რომ ყველა იმ მოვლენამ და სიახლემ, რომელზეც შენ მოგვიყევი, ძალიან დიდი გავლენა იქონია იაპონიის ფინანსურ ბაზრებზე და მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ნიკეის და ტოპიქსის საფონდო ინდექსებმა უმაღლეს დონეს მიაღწიეს და რეკორდულ სიმაღლეებზე ავიდნენ, რასაც სხვადასხვა ფაქტორი ედგა უკან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ, არის ის ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია და კლიმატი, რომელმაც ინვესტორების თვალში უკვე ამერიკის განსაკუთრებულობის ნარატივი შეამცირა, შეასუსტა და ამის ფონზე ინვესტორებში გაჩნდა ტენდენცია, რომ ისინი ეძებენ უკვე დივერსიფიკაციის საშუალებებს ამერიკის საზღვრებს გარეთ. ეს თავის მხრივ უკვე ფინანსურ ბაზრებზეც აისახა, მაგალითად მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აქციების ბაზარი ძალიან გაიზარდა და რეკორდულ სიმაღლეზეა, თუმცა ამისგან მიუხედავად სხვა ფინანსურმა ბაზრებმა, როგორც არის აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკის ფინანსური ბაზრები, მაინც მოახერხეს, რომ უკეთესი უკუგება ეჩვენებინათ ვიდრე ამერიკის აქციების ბაზარმა.
შესაბამისად, აქედან ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, გამომწვევი ფაქტორი ის იყო, რომ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდგომ ძალიან შეირყა ის ამერიკის განსაკუთრებულობის ნარატივი, რაც აქამდე გვხდებოდა. ეს ალბათ სავაჭრო დაძაბულობამაც განაპირობა, რომელიც ტარიფების თემა რაუნდებმა რა თქმა უნდა. და ნუ ამ ყველაფრის ფონზე ინვესტორებმა უფრო და უფრო გააქტიურეს ძიება ახალი დივერსიფიცირებული შესაძლებლობებისთვის. აქედან გამომდინარე ანალიტიკოსებისათვის საინტერესო აღმოჩნდა ფინანსური ბაზრებზე დაკვირვება და ისინი აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისათვის რთულია მომავალში ვიწინასწარმეტყველოთ და განვიხილოთ, რომელი ფინანსური ბაზარი იქნება საუკეთესო შედეგის მომტანი. ამიტომაც ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს დაბალანსებული მიდგომა და სხვადასხვა ფინანსურ ბაზრებს შორის დივერსიფიკაცია არის საუკეთესო საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც ახლა ინვესტორმა შესაძლოა რომ გამოიყენოს. ამის ფონზე იაპონია ჩნდება უკვე ინვესტორების თვალსაჩინოში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დივერსიფიკაციის საშუალება, თითქმის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ეს ვიხილოთ მონაცემებზე დაყრდნობითაც, რომ დავაკვირდეთ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების S&P 500-ის მაჩვენებელი გაზრდილი არის დაახლოებით 16%-ით. მაშინ როცა იგივე პერიოდში Nikkei 225, რომელიც არის ანალოგიური ინდექსი S&P 500-ისა, ოღონდ უკვე იაპონიის საფონდო ბირჟისთვის, ფინანსური ბაზრებისთვის, ეს ინდექსი გაზრდილი არის 20%-ზე მეტით. შესაბამისად, აშკარაა, რომ ზრდის ტენდენცია მაღალია, თუმცა აქ ერთი რაღაც უნდა აღვნიშნოთ და ინვესტორებისათვის საინტერესოა, რომ ეს ზრდის მომენტუმი არ გავრცელებულა ეკონომიკის ყველა სექტორზე თანაბრად. და ამიტომაც რაღაც მომენტში მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის, რომ დავრჩეთ სელექციურები ამ სექტორების მიმართ, რადგანაც არსებობს სექტორები, რომლებიც ძლიერად არიან პოზიციონირებულები და არსებობს სექტორები, რომლებიც სუსტად არიან პოზიციონირებულები. მაგალითად, რო განვიხილოთ ფინანსების სექტორი, როგორც შენახსენე, ფინანსების უკან და ამ სექტორის უკან ბევრი ფაქტორი შეგვიძლია დავასახელოთ და ერთ-ერთი არის მონეტარული პოლიტიკის ცვლილება, როგორც შენახსენე, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა უკვე დაიწყო მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება და ეს თავის მხრივ გულისხმობს, რომ მომავალში მოსალოდნელი არის საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო ზრდა. რაც პირველ რიგში ალბათ ხელსაყრელი არის ფინანსური სექტორისთვის, რადგან ეს ამ სექტორის კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს აძლევს საშუალებას, რომ სესხის განაკვეთები გაზარდონ და შესაბამისად გაზარდონ თავიანთი მომგებიანობა. ალბათ ემატება მზაობაც იაპონელი მოსახლეობის, რომ ვალი აიღონ, მეტი ფული დახარჯონ, იმიტომ რომ სტრატეგიული რეფლაციის ფაქტორიც ამათზე ასხავს წყალს. კი, ზუსტად არის მოლოდინიც, რომ ეს ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებასთან ერთად, გაზრდასთან ერთად უკვე სასხებზე მოთხოვნაც გაიზრდება მომხმარებლების მხრიდან. ამის გარდა მონეტარული ფაქტორის გარდა გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის მთავრობის მიერ ინიციირებული კოოპერატიული მმართველობის რეფორმები, რომელიც ამ კომპანიებს უბიძგებს, რომ გაზარდონ თავიანთი აქციონერების სარგებელი, რაც რა თქმა უნდა უფრო ხელსაყრელ პირობებს უქმნის ინვესტორებს. და ამასთან ერთად ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი გავრცელებული თემა არის ტარიფები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორებს შორის ფინანსური სექტორი არის ის, რომელზეც ამ თემას ყველაზე ნაკლები ზეგავლენა ჰქონდა. შესაბამისად, როცა ამ სექტორზე საუბრობთ სექტორზე, სადაც სატარიფო რისკი მინიმალურია. და ჩაგრთვების წესილი განსხვავების სხვადასხვა ავტომწარმოებლებისგან, რომლებიც მთავარი მსხვერპლი შეიძლება ითქვას, იქნებიან ამ 15%-იანი ტარიფის, იმიტომ რომ სწორედ მათზე იყო გათვლილი საბოლოო ჯამში იაპონურ ავტომწარმოებლებზე, რომლებიც ყიდიან პროდუქტს შეერთებულ შტატებში, იქნება გათვლილი ეს 15%-იანი ტარიფი რეალურად. კი, ზუსტად. თუმცა, როგორც აღნიშნე, ფინანსურ სექტორში გვაქვს ეგ დადებითი ფაქტორები, რომლებითაც ისეთი დიდი ინსტიტუტები, როგორც არის მაგალითად Mitsubishi-ის ფინანსური ჯგუფი, ძალიან ისარგებლებს და მათ პროგნოზებსაც რო გადავხედოთ, ისინი ელიან, რომ მომავალში წმინდა მოგება საგრძნობლად გაეზრდებათ. გარდა ფინანსური სექტორისა, გვაქვს სექტორები, რომლებიც იაპონიის ეკონომიკის
უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, ასეთი არის ნახევარგამტარები და მოწინავე წარმოება. ბოლო პერიოდში მთავრობა ძალიან დიდი ინვესტიციებს ახორციელებს ამ სექტორებში და ამის მთავარი მიზანი არის, რომ შეამცირონ იაპონიის ეკონომიკის დამოკიდებულება ჩინეთზე. ამისათვის განხორციელდა ინვესტიციები იმ მიზნით, რომ აღადგინონ შიდა ჩიპების წარმოება და ასევე მხარი დაუჭირონ ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის რელოკაციას. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ტენდენციაც მზარდია და მოლოდინებიც მაღალია. ამასთან ერთად ისეთი ინიციატივებიც ხორციელდება, რომელიც პროდუქტიულობის ზრდისკენ არის მიმართული, რადგან როგორც ახსენე, დემოგრაფიული რისკის წინაშე დგას იაპონია, რაც სამუშაო ბაზარზეც პრობლემებს ქმნის, გულისხმობ არსებულ დეფიციტს, რაც თავისუფლ კომპანიებს უბიძგებს, რომ უფრო მეტი თანხა ჩადონ ავტომატიზაციასა და რობოტექნიკაში და ამასთანავე განავითარონ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ადამიანური რესურსის დაზოგვაშიც დაეხმარებათ. თავის მხრივ ეს ტენდენცია უკვე ეხმარება ისეთ კომპანიებს, როგორც არის მაგალითად KNC-ის კომპანია. ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, რასაც უკვე შემდგომში იყენებენ საწარმოები ავტომატიზაციისთვის და თავიანთი ეფექტურობის გასაზრდელად. შესაბამისად, ეს ტენდენცია ამ კომპანიების შემოსავლებზე დადებითად აღისახება. მოთხოვნა მაღალია და მომავალშიც მოსალოდნელია, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. კიდევ ერთი ფაქტორი აქ უკვე ის არის, რომ ასეთ კომპანიებს მთავრობის მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა. როგორც პოსტ-კოვიდურ სამყაროში სტრატეგიულ დონეზე აყვანა იმის, რომ ყველას თავისი ნახევარგამტარები უნდა ქონდეს. კი, ზუსტად, მთავრობის მხრიდანაც დიდია მხარდაჭერა, რაც გამოიხატება ინიციატივებით და ინვესტიციებით ამ მიმართულებით, რომ გაიზარდოს პროდუქტიულობა. ამიტომაც ესეც კიდევ ერთი საბაბი არის, რომ ამ სექტორის მიმართ დადებითად და პოზიტიურად ვართ განწყობილები. თუმცა არსებობს სექტორები, როგორც აღნიშნე, რომელიც უფრო სუსტად არიან პოზიციონირებულები და პირველ რიგში ესენი არის ექსპორტზე დამოკიდებული ტექნოლოგიური კომპანიები და მატერიალები, განსაკუთრებით ისეთი კომპანიები, რომლებიც კონკურენტულ ბაზარზე არიან დამოკიდებულები და აქვთ ასევე ნაკლებად დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვები. რაც სხვა შემთხვევაში ამ კომპანიებს მისცემდა საშუალებას, რომ იმ ტარიფული დაბრკოლებებისგან გარკვეული პროცენტით მაინც თავი აერიდებინათ. თუმცა ეს ასე არ არის სამწუხაროდ და მათ შორის იმის გამოც, რომ ვერ შემცირდა 0%-ამდე ტარიფები, ხო? 15%-იც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამ ტარიფების 2 ტრიალამდე იქნებოდა. კი, ზუსტად. მაგალითად, ეგეთი სექტორი არის ფარმაცევტიკა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფების ერთ-ერთი სამიზნე გახდა და მიუხედავად იმისა, რომ სუსტი იენი ეხმარება სექტორს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მაინც კონკურენტუნარიანი დარჩეს, ეს გაურკვევლობა, რაც ტარიფებთან არის დაკავშირებული და ის გაურკვევლობა, რასაც ეს გლობალური დეგლობალიზაცია იწვევს, მაინც ძალიან დიდ გაურკვევლობას ქმნის სექტორში, რაც რა თქმა უნდა კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახება და რომ გადავხედოთ წლის დასაწყისში მათ გამოქვეყნებულ შედეგებს, ნამდვილად ჩანს როგორი ზეწოლა იყო ტარიფების მხრიდან მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე და მოგებაზე. სხვათა შორის ფარმაცევტული სექტორი ზოგადად მსოფლიო მასშტაბით არის ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სუსტად პოზიციონირებული და ეს მხოლოდ იაპონია არ არის. კი, ნამდვილად. აღსანიშნავია კიდევ ერთი სექტორი, რომელიც გარკვეულ გამოწვევებთან არის ასოცირებული, ეს არის ციკლური საქონელი, სადაც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ინფლაცია, რომელიც შენც ახსენე, რომ იზრდება ბოლო პერიოდში. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ხელფასების ზრდისა, რეალურად მსყიდველუნარიანობა მომხმარებლების მცირდება. და ბოლო პერიოდში კარგად ჩანს, რომ ისინი ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს და ცდილობენ, რომ დიდი თანხა არ დახარჯონ, ბევრი ფული არ დახარჯონ არასაჭირო, არააუცილებელ შესყიდვებზე, რაც რა თქმა უნდა ციკლურ საქონელზე უკვე მოთხოვნას ამცირებს და ამ სექტორის კომპანიებს ცუდ პოზიციაში, არასახარბიელო პოზიციაში ამყოფებს. მათ ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახა უკვე და ნახეთ, რომ მაგალითად 2025 წლის ივნისში გაყიდვები უნივერმაღების გაყიდვები იყო შემცირებული 8%-ით წლიურად, რაც მოსალოდნელია, რომ მომავალში ეკონომიკური გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო შემცირდება და ამ სექტორს კიდევ უფრო მეტ გამოწვევას შეუქმნის.
აქედან გამომდინარე, საუბრობთ სექტორებზე და აღვნიშნე უკვე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სელექციურები ამ სექტორების მიმართ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს რაღაც ტიპის ექსპოზიცია იაპონიაზე აუცილებლად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი დივერსიფიცირების საშუალებაა და აქაც ასევე აღსანიშნავია, რომ ამის საშუალებას იძლევა არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებში ინვესტირება, არამედ ამის საშუალებას იძლევა ETF-ებიც, რომლებიც ზოგადი ექსპოზიციის ინსტრუმენტი. კი, ზუსტად ძალიან კარგ ზოგად საინვესტიციო შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ეგ რომ გაიაზრონ ინვესტორებმა, იმიტომ რომ ამ მომენტისათვის იაპონია არის ძალიან კარგი დივერსიფიცირების საშუალება იმ სამყაროში, სადაც ამერიკის განსაკუთრებულობის ნარატივს უკვე დივერსიფიკაცია ანაცვლებს. თუმცა აქ უკვე ერთი ფაქტორი, რომელიც ძალიან გასათვალისწინებელია და ამ თემით უკვე მინდა რომ შენთან გადმოვიდე, არის სავალუტო რისკი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იაპონიის ბაზარზე, სადაც აქტივები უკვე ივაჭრება იენში, შესაბამისად მნიშვნელოვანია ალბათ რომ ინვესტორებმა გააცნობიერონ ის სავალუტო რისკი, რასთანაც არის დაკავშირებული ამ ბაზარზე ინვესტირება. აბსოლუტურად მართალია. მადლობა სესილი ძალიან კარგი მიმოხილვისთვის. სავალუტო რისკები ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ რომ შეიძლება ეს ერთ-ერთი ფაქტორიც იყოს, რის გამოც ზოგადად ინვესტორები თავს იკავებდნენ მაგალითად ისეთ ბაზრებზე შესვლისკენ, რომელიც ვალუტაც არ არის ეგრეთ წოდებული გლობალური ვალუტა, მაგრამ კარგი ამბავი ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ თუ მაინც და მაინც უნდა ჩამოთვალოთ გლობალური ვალუტები, დოლარისა და ევროს გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი ვალუტა კიდევ, რომელიც იქნება ალბათ შვეიცარიული ფრანკი და იაპონური იენი, რომელიც ინვესტორების ნდობით საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღჭურვილია. ამას გარდა ჩვენ გვაქვს ორი მიზეზი ძირითადად, რატომაც შეგვიძლია გქონდეს პოზიცია და მოლოდინი, რომ იენი დოლართან მიმართებაში და ზოგადად დოლარი იენის კურსი შედარებით სტაბილური იქნება იმ რისკით, რომ იენი კიდევ უფრო გამყარდეს უახლეს პერსპექტივაში. მთავარი მიზეზი, რომელიც ალბათ ძალიან ხელისგულზე ჩანს, ეს არის რადიკალურად განსხვავებული მონეტარული პოლიტიკა შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვსა და იაპონიის ცენტრალურ ბანკს შორის, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ გასულ 17 სექტემბერს, რომ უკვე შეამცირა ფედმა 25 საბაზისო პუნქტით განაკვეთი და ასევე უკვე გვაქვს მოცემულობა და მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე კიდევ ორი შემცირება გვექნება და 2026 წელსაც გვექნება შემცირებები, რითაც საბოლოო ჯამში 3%-მდე ნეიტრალურ 3%-მდე ჩამოვა განაკვეთი ამერიკაში და ამის საპასუხოდ სრულად საპირისპირო კურსი აქვს იაპონიის ცენტრალურ ბანკს, რომელიც აპირებს რომ გაამკაცროს არსებული კურსიდან, არსებული მოცემულობიდან, გაამკაცროს კიდევ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ამიტომ ეს ზრდის განსხვავება საპროცენტო შესაძლებლობებს შორის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის, იაპონიის სასარგებლოდ, იენის სასარგებლოდ საბოლოო ჯამში და ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიური იქნება იენისთვის. ამას ემატება ოღონდ ისიც, რომ როგორც შენ აღნიშნე, ამერიკულ განსაკუთრებულობას დღესდღეობით სულ უფრო მეტად ანაცვლებს დივერსიფიკაციის აუცილებლობის ნარატივი და საინვესტიციო თეზისი და ამ ჭრილშიც ბევრი ინვესტორი უკვე ეძებს ალტერნატივებს და ალბათ არ არის საიდუმლო, რომ იაპონია ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის ამ დივერსიფიკაციის საძებნელად, ამიტომ იენზე მოთხოვნა იზრდება ამ მიმართულებითაც იმ ინვესტორების მხრიდანაც, რომლებსაც დოლარში აქვს დანაზოგი მათ შორის, შესაბამისად ჩვენ გგონია რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში იენი დოლარის კურსი სტაბილური უნდა დარჩეს მინიმუმ, თუმცა ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, რადგან ახლა ვისაუბრე, პირიქით გამყარების რისკი არსებობს იენის და ამას ვეძახით რისკს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ იაპონელი ექსპორტიორებისთვის არ არის მაინც და მაინც სასურველი იენის გამყარება გასაგები მიზეზების გამო, თუმცა თუ ჩვენ ინვესტიციების ჭრილში უნდა შევხედოთ ამ ამბავს, ვფიქრობ, რომ იენის მიმართ სტაბილურობის განცდა უნდა არსებობდეს და საბაზრო კონსენსუსის მოლოდინი გვაქვს ესეთი, რომ მომდევნო 6-დან 12 თვემდე ვადაში იენი დაახლოებით დოლარზე 140-153-ის რეინჯში დარჩება, დიაპაზონში დარჩება, რაც ვფიქრობ, რომ სტაბილურობის, ასე ვთქვათ, რაღაცა საჭირო დოზას მისცემს ინვესტორებს. მადლობა სესილი, ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მადლობა ბეკი. რომ შევაჯამოთ, ჩვენ აღწერეთ იაპონიის ეკონომიკური აღმასვლის სიგნალები, ის მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც პოზიტიურად განგვაწყობს იაპონიის ეკონომიკის მიმართ და ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სელექციურები უნდა დაურჩეთ სექტორულ ჭრილში, როდესაც განვიხილავთ იაპონიაში ინვესტირებას. ჩვენ ამით დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და თუ ეს თემა შენთვის საინტერესოა, ჩვენი კვლევის ბმული მითითებული იქნება ვიდეოს აღწერაში.